BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე პოლიტიკური შეფასებებიც კეთდება. სოციალურ ქსელში ასევე წერილი გაავრცელა უმრავლესობის ლიდერმა. BBC ახალი საგიჟე გამოაგდო საქართველოს მომიტინგეების წინააღმდეგ ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაოდა. ჩახუნაშვილს, ხასაიას, გიგაურს და შაიშმელაშვილს ეყრდნობიან. ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფა, წერს ირაკლი კირცხალია. ეს ჩვენი აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში. კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პარტნიორების და პატრონების ქმედებების მასშტაბურობის აბსურდულობას კითხულობთ განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს პატრიოტები მოეწამლა ისეთი ნივთიერებით, რომელიც ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის არის საფრთხის შემცველი. ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებში ჩვენ ნახეთ არაერთი ათეულობით და ასეულობით ადამიანის უფლებების დარღვევა. ადამიანების მიმართ ისეთი მოპყრობა, რომელიც არამხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სამართლით არის დაცული და ეს უფლებები დაირღვა. მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ეს არის საერთაშორისო სამართლით მნიშვნელოვანი დანაშაული და ამის გამო ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აუცილებლად დაიჭირა. ახსოვს და საზოგადოებამაც ნახა, რომ ფაქტია მშვიდობიანი პროტესტის მიმართ ოცნების მიერ გამოყენებული იყო არალეგიტიმური და შეუსაბამო ძალა. ახლა დამატებით რა საშუალებები იქნა გამოყენებული, ბუნებრივია ამას სჭირდება გამოძიება, მაგრამ გამოძიება დამოუკიდებელ და ასე ვთქვათ სამართლიან სასამართლო პირობებში და არა იმის გამოძიების პირობებში, რასაც დღეს გვთავაზობს ქართული ოცნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ის მეთოდები, ის ძალა, რაც იყო მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მაშინ გამოყენებული, ბუნებრივია ეს იყო არალეგიტიმური და არაპროპორციული. მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედია საშუალების BBC-ს გამოძიება ცხადყოფს, რომ აქციების დარბევისას გამოყენებული იქნა ისეთი ქიმიური შემადგენლობა, რომელიც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს და გასული საუკუნის 30-იანი წლების მერე არის აკრძალული. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 9 აპრილს მოხდა, როდესაც აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს აქციის დაშლის დროს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც არინდობს საკუთარ ხალხს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე. BBC-ს მიმართ რა რეიტინგიც არსებობს და რა ნდობაც ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ როგორ ქარცეცხლში ატარებს კრიტიკის ქარცეცხლში BBC-ს. ეს ერთი. და მეორე, BBC იმას არ უკვირდება ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში როგორ ხდება აქციების, რადიკალური აქციების დაშლა. ამას არ აშუქებს. ეს fake news-ები თქვენ ეხლაც ნახეთ, მე მგონი, ტრამპმა მიიღო საემიროებიდან ინვესტორი, რომელიც აპირებს 600 მილიარდიდან ტრილიონამდე ინვესტიცია ჩადოს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ ერთ-ერთმა იქაურმა ტევ-პირველმა თუ იქაურმა ამერიკულმა და მთავარმა არხმა დაუსვა ძალიან პროვოკაციული კითხვა ამ ადამიანს და ტრამპმა იქვე გააჩერა ეს მედია საშუალება და უთხრა რომ შენ ხარ fake news-ი. ესე ახლა რა ვქნათ, ამერიკაშიც არის ასეთი fake news-ების პროპაგანდა და მედიები, ამერიკაშიც არის, საქართველოშიც არის და ყველგან არის. მე ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არ იყო გამოყენებული. დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაცია, რომ დიდგორის ომის დროს იყო ეს იარაღი გამოყენებული და ახლობით ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს და შეიძლება უფრო ადრეც გორგასლის დროინდელი შეიძლება იყო. BBC მეუთითებს იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი იარაღი 1930 წლამდე არსებობდა და მერე გაქრა და მისი კვალი არავის არ უნახია და ეხლა როცა ეს ექსტრემისტული პროცესები შენელდა, ენერგია დააკლდა, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოში არსებობს ესეთი იარაღი და რასაკვირველია ეს არანაირი გამოვლინებით, არანაირი შედეგით არ არის დამტკიცებული, არც ჯანმრთელობის თემაზე
არავის ამ საკითხებთან დაკავშირებით არ მიუმართავს, რომ რაღაც მოწამვლის ნიშნები არსებობდეს და რასაკვირველია, არც საერთაშორისო საკმაოდ ფხიზლად მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციების ან რაიმე რეპორტში ან გამოძიებაში დაფიქსირებულა. გასაკვირი არ არის, როდესაც ჩვენი მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორც არის BBC და განსაკუთრებით მათი სახე ძალიან კარგად გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით. ასევე ნიშანდობლივია თეთრ სახლში, ასევე ნახეთ და გავეცანით საზოგადოებრივ იხილა ნიუსი. დაემატა ერთი გრაფა, სადაც ესე ვთქვათ არასანდო მედია საშუალებებია ჩამოთვლილი და იქ არის BBC-ც მოხსენებული. გავიხსენოთ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რასაც შეეწირა დირექტორი, ახალი ამბების, ვთქვათ, აღმასრულებელი დირექტორი თუ არ ვცდები და ვხედავთ ამ ყველაფრის შემდეგ რას? ვხედავთ ამ სრულიად მარაზმს, სრულიად აბსურდს, დაყრდნობით ვისზე, როგორც სახელი და ჩახუნაშვილი და ასე შემდეგ აქ რიგითი აგენტურები, აგენტურის წარმომადგენელი, პატარა აგენტუკები, ესე ვიტყვი, რომლებიც ჩადიოდნენ და რაღაც სრულ დასმენას, ასე ვთქვათ, ახდენდნენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ასევე ცოტა შედარებით ძემეწონიანი აგენტურული ქსელის წარმომადგენლებიც ვნახეთ, ეს ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა და ამაზე დაყრდნობით BBC წარმოიდგინეთ, როგორი ყოფილი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედია საშუალებისგან ვისმენთ ჩვენ ესე დეზინფორმაციას.